Prebo, მოგესალმებთ ყველას. შაუათო. სულთმოფენობის დღესასწაულს გილოცავთ, მართლმადიდებელი ერი აღნიშნავს დღეს სულთმოფენობას, გილოცავთ კიდევ ერთხელ. სულთმოფენობა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, ჩვენ წინაკვირას ვისაუბრეთ ამაზე, ვისაუბრეთ ის ებრაული ასპექტები და დღესო გესაუბროთ, უბრალოდ გეტყვით, რომ ეს არის ეკლესიის დაბადების დღე, 50-ე დღეს მოხდა ეკლესიის დაბადება. ანუ თუ მანამდე ისრაელის ერში ითვლებოდა ღმერთის თაყვანისცემა იყო ცენტრალიზებული, ანუ ერთი ადგილი იყო გამოყოფილი, სადაც ადამიანის უნდა მისულიყო იერუსალიმის ტაძარში და იქ მიეღო, უნდა მისულიყო და ღმერთის თაყვანისცა, 50-ე დღეს ეს გაუქმდა და ღმერთის თაყვანისცემამ გადაინაცვლა ადამიანის გულებში, ყველა მორწმუნის გულებში. სანდრო შენ მიხედე იმას, კაი კომენტარებს ვთორე მე მებრევ. ანუ ის რაც საქმეების რომელია? მეორე თავში ეკა. ანუ რა მოხდა? ჯვარის ტარება არაფერს, ჯვარს მე გულში ვატარებ. ხო, ანუ ის რაც მოხდა. მოხდა რომ ეკლესია დაარსდა, ანუ ადამიანების ღმერთის თაყვანისცემა ადგილი შეიცვალა, გადაინაცვლა ადამიანების გულებში. და მეორე რა მოხდა? მეორე ის მოხდა, რომ ეს არის 50-ე დღის დღესასწაული. 50-ე დღეს შევიცით, რომ ღმერთმა ებრაელებს უბოძა თორა, ანუ ცნებები, რასაც ქვია მატა თორა, ივრითულად ამას ქვია. გამოსვლიდან ეგვიპტედან გამოსვლიდან 50-ე დღეს, ანუ პასექიდან 50-ე დღეს ზუსტად. აი ესე მოხდა. და რა მოხდა სულთმოფენობის დღეს? სულთმოფენობის დღეს მოხდა, რომ ის მცნებები, რომელიც მოსეს გადაეცა და ისრაელს გადაეცა ქვის დაფებზე, კერძოდ ფირუზის დაფებზე, ის სულიწმინდის მეშვეობით გადაეცა ადამიანების გულებში ჩაეწერა. თუ ის ქვის დაფებზე იყო, ეს ახლა დაიწერა ყველა მორწმუნის გულში. როგორც თქვა, რომ გაგახსენებთ ყველაფერს, რაც გასწავლეთ. რა თქმა უნდა, რაც გასწავლეთ სულიწმინდა, ანუ აი ჰაერიდან სულიწმინდა არაფერს არ მოიტანს, არამედ იმას გასწავლეს, რაც იესომ გასწავლათ. ანუ ის რაც იესომ ელაპარაკა თავის მორწმუნეებს და რაც დაწერილია წმინდა სიტყვაში. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გვეცოდეთ. სწავლა არის როგორც ამ ინფორმაციის დაგროვება და სულიწმინდა კიდევ მე ამას ალაგებს და აკავშირებს ერთმანეთთან ჩემთვის გასაგებს და ხდის. ებრაელები ბოლოს მოექცევენ ქრისტესთან ბიბლიის მიხედვით ასია, რომ ჯერ სწორად იწამე იესო ქრისტეს თქვენ და მე ებრაელებიც მიიღებენ. სანამ თქვენ სწორად არ მიიღებთ იესო ქრისტეს, მანამდე ებრაელები არ მოვა. მანამდე თქვენ კეპთაყვანისმცემლები ხართ ებრაელებისათვის. ეს ასე. რო გითხრათ. Так, დავიწყოთ დღევანდელი თემა, ჩვენ რაც დაავანოსეთ, მანამდე ჩემ მეგობრებო გთხოვთ გამომწერებო, გააზიაროთ, დაალაიქოთ ეს, დააკომენტაროთ კომენტარებში, YouTube-ის კომენტარებში, პირველ რიგში როცა დაიწყებთ YouTube-ს ეგრევე ყურებას და ამ სალას დაიდება ეს ვიდეო, გთხოვთ ეგრევე ლაიქი დაწერეთ და ეგრევე კომენტარი, რადგან YouTube-ი ასე ავრცელებს თავის ალგორითმი, ასეთი აქვს YouTube-ს, ასე მოხდეს გავრცელება მისი სიტყვის. წმინდა ხო რა ვთქვი ახლა ბიჭო, ამერია რა. YouTube-ი ასე ავრცელებს ვიდეოს. პოდიშტ მეგობრებო, აი მეც ადამიანი ხო ხედავ ვიღლები. ხო, ამიტომ თქვენი კომენტარები და ლაიქები ძალიან მნიშვნელოვანია YouTube-ისათვის, YouTube-ის ალგორითმი ასე მოშორ. ასევე თუ ვინმეს გინდა ჩვენი ფინანსური ხარდაჭერა, ყველა YouTube-ის ქვემოთ არის რეკვიზიტები, ჩვენი საბანკო რეკვიზიტები, შეიძლება იდ გააკეთოთ დონაცია. ეს თანხები გჭირდება ჩვენ რომ და არხი განვითარდეს შემოგარგებო. და ამიტომ გჭირდება ჩვენ. YouTube-ზე არის ჩაწერე ქრისტიანობის ებრაული ფესვები, ასე. ასევე აქაც არის ჩვენს ქვემოთ აწერია დონაციის ლინკი არის KISA-G ქვია და იქ შეგიძლიათ დასვათ შეკითხვა და გააკეთოთ თქვენი დონაცია. რამდენიც გინდათ შემოგარგებო, ეს არის ნებაყოფლობითი. მაშასე დღევანდელ დღეს ჩვენ ვიწყებთ ყველაზე საინტერესო თემას, ყველაზე საინტერესო და ყველაზე აი როგორ გითხრა. არაერთგვარ თემას
რომელსაც ქვია იოსების ცხოვრება. იოსები როგორც იესო ქრისტეს ტიპი. დღეს ვილაპარაკებთ ცოტა რამეს ტიპოლოგიას, ეს არის დაბადების 37 თავში აღწერილი ეს სიტყვები და გადაშალე დავით დაბადების 37 თავი ვაგზელებთ ჩვენ თორი საკვირაო თავს რომელშიც ჩვენ ვართ. დღეს წესით ისე ნასოა, მაგრამ ჩვენ ძალიან ჩამოვრჩებით, ამიტომ გვაპატიეთ ამ იმაზე. იოსები და მისი. აბა როგორ იწყება 37 თავი, ნახე? ძალიან. ცხოვრობდა იაკობი მამამისის ღიზნობის ქვეყანაში, ქანაანში. ხო. ერეც მეგურე ავივ, ასე წერია ივრითულად. ერეც ძალიან საინტერესო სიტყვაა. მიწა, მაგრამ ერეც ყოველთვის ბიბლიური კონტექსტიდან გამომდინარეობს, ყოველთვის ეს სახელწოდება ეკუთვნის ისრაელის ერს. ისრაელის ერეც ისრაელი. აქედან არის ებრაელები ამბობენ და აქ ხას უსვამს, იაკობის ჯერ კიდევ ხიზნობდა, მაგრამ ერეც, რადგანაც ერეც წერია, ეს ნიშნავს, რომ იაკობს წამდა, რომ აბრაამის აღთქმა და ისააკში განმტკიცებული აღთქმა და მასთან დადებული ღმერთის აღთქმა საბოლოო ჯამში ახდება და მის შთამომავლობა დაიმკვიდრებენ ხანას. ამიტომ წერია ერეც. ძალიან მნიშვნელოვანია. და მე მორის ელე თოლედოთ იაკოვ, ძალიან საინტერესო, ანუ იაკობის მოდგმა და ნახე როგორ იწყება იაკობის მოდგმა? მეორე მუხლი. ნახეთ? ეს არის იაკობის მოდგმის ამბავი. ხმამაღლა. ეს არის იაკობის მოდგმის ამბავი. იყო იოსები 17 წლისა, როცა აი გაჩერდი. ივრითულად ელე თოლედოთ იაკოვ, ანუ რას ნიშნავს? ეს არის იაკობის მოდგმის ამბავი. წესით რო კითხულობ, ხომ და მოდიოდეს იაკობის შთამომავლები, ხომ და იყოს. პირველი ვინ იყო? იაკობის. რეუბიმი, სიმონი, მერე? ლევი, იუდა, ანუ ეს ლეაშვილები. ანუ აქედან უნდა დაიწყოს, ხო, ყველა, მაგრამ რატომღაც ეს იწყებს პირდაპირ იოსებზე. იოსები იყო მე-11 ძე იაკობის, მაგრამ რატო იწყებს იოსებით? იოსების ცხოვრებაზე იწყებს პირდაპირ. ტოლედოთ, ხო, ტოლედოთ ძალიან საინტერესო სიტყვა, მე გავმარტე, მაგრამ აი ხო ხედავ, აქაც ტოლედოტი წერია. რატო წერია ტოლედოტი? ანუ ტოლედოტი აღინიშნება უნიკალური გამოცდილებელი ხაზი. ხო. მაგ სიტყვით, ხო? ტოლედოტი. ისა YouTube-ში ჩაწერეთ ქრისტიანობის ებრაული ფესვები და იქ არის. ეს გაკვეთილი დაიდება იქ, მეგობრებო. ანუ ტოლედოთ ეს არის ნიშნავს სიტყვა, ჩვენ ვთქვით რომ მათეს სახარებაც იყენებს ამ სიტყვას, მისი ებრაული ვარიანტი რომელიც თარგმნეს, ასე თარგმნა მე-12 საუკუნეში რაბი არ მახსოვს სახელი ღმერთო გამახსენე, აუ სკლეროზი რას საშინელებაა. ანუ რას რაბი თარგმნა სხვადასხვა მათეს სახარება და ეს რაბი გახდა ქრისტიანი. ბერძნულად თარგმნა მან სახარება, მათეს სახარება და რო თარგმნა გახდა ქრისტიანი. მიხვდა რომ ეს სახარება არის სუფთა ებრაული ლიტერატურა. ეს არ არის ქრისტიანების მოგონილი, როგორც აბრალებენ ზოგიერთი რაბინები, სამწუხაროდ ამბობენ რაბინები ამბობენ ესეთ რამესო, სახარება და ახალი აღთქმის არის ქრისტიანების გამოგონილი. ნაწერი, რომელიც გამოიგონეს მე-5 საუკუნეში, ხო? ახლა ბევრი მითებზე ვილაპარაკებთ, როგორც ებრაელებში, ასევე იმაში, ქრისტიანებშიც, ხო? არაფერი არ ცისქვეშეთში ახლა. ბატონო? გამოსვლის წიგნის მიხედვით აყენებს საკითხს, რომ იესო არის ის დაპირებული წინასწარმეტყველი, ისრაელი და პლუს სიტყვის მომცემი. მათე? კი, მათე ძალიან გენიალური სახარებაა და უყურე რას ლაპარაკობს. ტოლედოთ, როცა იწყება, მათე იწყებს სეფერ ტოლედოთ იეშუა ჰამაშიახ ბენ დავიდ ბენ აბრაჰამ. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი რამე. დასაწყისია, ხო, და სეფერას ნიშნავდა? სეფერ წიგნს ნიშნავს. წიგნი, სეფერ ტოლედოთ იეშუა ჰამაშიახ. უყურე რას ნიშნავს? ძალიან მნიშვნელოვანი რამე. სეფერ წიგნს ნიშნავს და წიგნობას ხო იცი რა ქვია? ივრითულად. სოიფერ. სოიფერ რას ნიშნავს? აი წიგნოვარი როგორ გესმით? გადაუხვია, მაგრამ იყოს ისტორიული იყო და გესმით. ხო, ქრისტესთან სულ წიგნოვრები იყო. აი როგორ გესმით რა ამ წიგნოვარი? მათეოლოგიურად გადაწერა წიგნების და მათი ზედმიწევი. წიგნების გადაწერა, საკორწინო დოკუმენტების
შექმნა ნოტარიუსები ხო? საკონსულტაციო მიწის გაყიდვის, საქონლის იურისტები, ეს იყო მწიგნობრები და ამ მწიგნობრები საიდან იყო? ამათმა საიდან იცოდნენ ეს კანონები? ფარისევლები. რჯული, თორა, ფარისევლები იყო იგინი, მაგრამ მწიგნობრები შეიძლება ყოფილიყო სადუკეველებიც, ასევე ყოფილიყო ისა ფარისევლური დასტიდან. ან ქვე კატეგორია ამათში ხო, ანუ ფარისევლობა ეს იყო მიმდინარეობა, მაგრამ ამ ფარისევლობაში შეიძლება ყოფილიყო წიგნობარიც, ყოფილიყო როგორც სადუკეველის ფარისეველი უფრო არ მაღალი კატეგორიაა და წიგნობარი მაგათში იყო კიდე ქვე კატეგორიასავით ასე ვთქვათ. არა, მასე არა. არა, წიგნობარი ეს იყო ჩათვალე სახელმწიფო მოხელე იგივე ნოტარიუსი, იურისტი, რასაც ქვია. ანუ სარწმუნოებასთან საერთოდ არ უშუალოდ. სარწმუნოება კანონებს საიდან იღებდნენ? ხო, მაგრამ სარწმუნოება რჯულიდან იღებდნენ. მიმდინარეობა ხო იყო ანუ სადუკევლების და ფარისევლების. სადუკევლების მიმდინარეობა იყო საღვთელო მიმდინარეობა. ეს იყო ელენიზებული საღვთელოება, რომელიც უარყოფდა წინასწარმეტყველებს ყველა წიგნებს და აღიარებდა მოსას ხუთწიგნეულს. და მაგათ შორის კიდე იყო ცალკე დანაყოფი რა ცალკე გამოყოფილი წიგნობრები. ანუ ცალკე ტიპები იყვნენ, რომლებიც შეიძლება წიგნობრები ყოფილიყვნენ. არა, მაგათში არა. სადუკევლები შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ ძალიან იშვიათად რომ სადუკეველი ყოფილიყო წიგნობარი. უფრო მეტად წიგნობარი იყო ის სადუკეველი, რომელიც თორას გადაწერდა. თორის გადამწერები იყვნენ, მაგრამ ეს სადუკეველი წიგნობრები ამ კანონებს არ ქმნიდნენ. ამ კანონები იყო ასე ხო, ფარისევლებს აქ უნდათ გადმოცემებიც ჰქონდა, ხო? ეს წიგნობრები ამ გადმოცემულ კანონებშიც ერკვეოდნენ. აი, მაგრამ ახლა თორაში არ წერია, მაგალითად წერია გაყრის წერილი დაწერეო, ხო? მაგრამ როგორ დაწეროს გაყრის წერილი, როგორ იყოს შექმნილი, ეს ხო არ იცია, ეგ ხო არ გიწერია შენ თორაში. ამიტომ გჭირდება პრაქტიკა. პრაქტიკა ის რაც ცხოვრება მოიტანა გადმოცემამ. გაიგე? მაგრამ ეს გადმოცემა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს იმ თორაში ჩაწერილ სიტყვებს. ანუ გეგმა რაც არის მიიღები თორა და თორიდან გამომდინარე შექმნი ტრადიცია, სასაც ქვია, რომელიც ტრადიციაც იმ გარემოებას მორგებულია, იმ დროს აქტუალური იყო. ეხლა არა აქტუალური. ანუ აქ უნდა გვესმოს, რომ გადმოცემა ეს მუდმივი აბსოლუტი არაა. გადმოცემები ექვემდებარება შეცვლას, გარდასახვას, რასაც ქვია, შეცვლას, მოდერნიზაციას, მაგრამ მეტის სიტყვას, ხო, მეტანოე მონანიებაა ბიჭო. ხო, ცვლილება, ხო. ცვლილება, მეტამორფოზა უნდა გეთქვა. ხო. ანუ ეს ნიშნავს რა, ამას ნიშნავს. უყურე, აი ეს არის მნიშვნელოვანი. Так, ტოლედო, მათეს და რას ნიშნავს? თუ ჩვენ მათეს ლოგიკას გავყვებით და ტოლედოტი ნიშნავს, რომ მათეს ლოგიკა არის ის, მათე ურტყამს ასეთ რამეს ამოს, ანუ სად ურტყამს მათეს აზრი. ცოტა უხეში სიტყვა რო თქვა ურტყამს, მაგრამ კარგად გასაგები რო იყოს, ანუ აქცენტს აკეთებს. მათე აკეთებს აქცენტს. მართალია იესო ქრისტე აბრაამის და დავითის მერე წამოვიდა, მაგრამ ეს სიტყვა ტოლედოთ აყენებს იმ გაგებაში, რომ პერსპექტივაში, რომ აბრაამიც და დავითიც იმიტომ იყო არჩეული, რომ იესო მოსულიყო. იესოა მიზანი აბრაამის მოქცევისა და დავითის მეფობისა. იესოა მიზანი. ხო გითხარით მე ადრე რო ხსნით, რომ ბიბლიის კითხვას თუ ჩვენ ხედავთ, თავარი მოტივი, ლაიფ მოტივი არის იესო ქრისტე, ჩვენ ძალიან ბევრ რამეს გავიგებთ. თუ იესო ქრისტეს დავაყენებთ ქვაკუთხედად ყველაფერში, ქრისტეცენტრიზმისაც ქვია და კალვინის ამაში ვეთანხმები. კალვინი იყო ესეთ პიროვნება, რომ ქრისტეცენტრიზმს გადაგებდა. ამაში კალვინის ვეთანხმები, მაგრამ დანარჩენში ახლა ეს არ ვეთანხმები. მაგრამ იდეა კალვინის იყო, რომ ქრისტეცენტრიზმი იყო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიბლიის თავარი დედა არსი არის, გვაჩენოს მესია, იესო ქრისტე დავინახოთ. და აქაც იოსები არის ნახსენები იაკობის და ტოლედოთ. ანუ რას გვეუბნება ახლა? იაკობიც არჩეული იყო ამ ხაზში რა ასე. იოსების გამო. რატო იოსების გამო? რა გააკეთა იოსებმა და ახლა მივყვებით ამას. უყურე რა მომენტია. ხო, აი, რატო იწყებს მაგალითად ისტორიას იოსებით და არ იწყებს რეუბინით?
აი ტოლედოთი გვეუბნება, ხო? ჩვენ ვთქვით, რომ იოსები არის იესო ქრისტეს ტიპი. იესო ქრისტე კი არა იოსების ტიპი, არამედ იოსებია იესოს ტიპი. კი. ანუ და იესო თვითონ ანტიტიპია უკვე. ხო, ხო ანტიტიპი, რასაც ქვია, სწორი ხარ. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გვესმოდეს ჩვენ სექტანტ კავკასიონი, შენ გენაცვალე. კომპლიმენტია მადლობა. გენაცვალე, საი დასვა ბეჭედი წყალი არ გაუვა რა, კავკასიონმა თქვა კაცო, იმას ხوار უთქმია. კავკასიონმა თქვა. მეჯემალი მართლა გავხსნა. თემაზე. ხო, თემაზე. ხო, ანუ კიდევ რა მომენტია. ტრადიციული იუდაიზმი განმარტავს, რატო ამბობს იოსებით რატო იწყება და ტრადიციული იუდაიზმი განმარტავს ამ ამბობს ასეთ რამეს, რომ იოსები იყო იაკობის საყვარელი შვილი, ნანატრის შვილი, იმიტომ რომ საყვარელი ქალისგანია, ცოლისგან იყო. რახელისაგან, ხო, რებეკა შემერეკი რა. რახელისაგან იყო. რახელის გამო იაკობი 14 წელი მუშაობდა ლავანთან. წარმოიდგინე. ორჯერ შვიდი? ხო, 14 წელი წვალობდა, რომ რახელი ყოლოდა და აი რახელს შვილი არ ყავდა, აი ნანატრის შვილი ეს იყო იოსები, რასაც ქვია და პლუს ამას იოსები იყო ძალიან მომენტი და აქ იუდაურ განმარტებას არ ვეთანხმები. იუდაური განმარტება ამბობს, რომ ესეთ რამეს, რომ იოსები ცდებოდა ერთ რამეში, რომ მამასთან მიქონდა ენა ძმების საქციელზე. ლაშჩონ ჰარათია გამოყვანილი. ნუ ამას რაში ამბობს, რაბი შლომო იცხაკი, ცნობილი კომენტატორია, ამბობს, რომ ადანაშაულებს იმას, რომ ამიტომ იყო სიცოცხლეთა შორის იუდაიზმი, რომ არ ფალავს ადამიანების იმას, რა ქვია, შეცდომებს ბიბლიაში, პირდაპირ ამბობს. მაგრამ ამ განმარტებას არ ვემხრობი მე და ამას ბევრი მესიანელი იუდეველიც არ ითვალისწინებს, იმიტომ რომ ჩვენ უყურებთ ამას ქრისტეს პერსპექტივიდან. რა შობოდა იოსები? იოსები ამხელდა ძმების ცუდ საქციელს, რასაც იესო ქრისტე აკეთებდა. თავის ისრაელის ცუდ საქციელს ამხელდა. ხო? ამიტომ მოიძულეს ძმებმა. ძმებმა მოიძულეს პირველი რა იყო? შური. მამამის უყვარდა სიზვრები? მაგრამ მე არა როდაისიზმა იაკობაც კი დასცინა რა ახლა შენ გახსოვს ეგა ხო ანუ მაგაზე ვილაპარაკებთ უკვე რა მომენტია რატო შეიძულეს ძმებმა იოსები იოსები შეიძულეს ძმებმა იმის გამო რომ ის იყო მამის საყვარელი ძე აქ უკვე ხაზი შეიძლება გაიცვას იაკობის არასწორ საქციელს რადგანაც იაკობმა მიკერძოება გამოიჩინა თავის შვილებში განარჩევა გააკეთა და იოსები უფრო წინ დააყენა. ეს თავისთავად ყველა ნებისმიერ ოჯახში გამოიწვევს კონფლიქტს. ხო, ანუ ეს აქედან ცხოვრებისეული გაკვეთილსაც ვსწავლოთ, რომ არ შეიძლება შვილების გააცალკევება და გამოცალკევება. ხო, თავისთავად ყველაფერი. ხო და უკვე რა მომენტია. რას ეუბნებოდა რა სამი ცოდვას ამბობს, რა ქვია, იუდაიზმი ასახელებს იოსების შეცდომას. ხო, პირველი ეს არის ბილხასა და ზილფას შვილების, ხევლების შვილები ისე ექცევიან როგორც მონებსო, ანუ ლეას შვილები ეს რეუბიმი, ლევი, იუდა და სიმონი თავისი იმიდან რა ქვია, რახელის რო ყავდა მოახლე. და იმედან შვილები იმათ ექცევდა როგორც მონებს. ანუ არასწორად ექცევდა. არა და ძმები, ნახევრად ძმები იყო. ნუ ამას ჩვენ თორაში ვერ ვხედავთ. ეს გადმოცემა რო იცოდე ხალხო, უბრალოდ უნდა მიხვდეთ. რაზე ამაგა. მეორე შეცდომა იყო, რაშიც ძმებს ამხელდა იოსების ხო სამსხვერპლო ცხოველების ხორცს სისხლიან ცოცხლად ჭამენო. ანუ სამსხვერპლო ხორცს. ეს მიქონდა. ეს ამბები მიქონდა. მაგრამ მაშინ რჯული ხო არ იყო და ცოტა ხო. ნოეს დაუდო ღმერთმა. ნოეში წერია ეგა. როცა მოსცა გავიგე ახლა. ნოეს არის იუდაიში ესეთი მიმდინარეობა ქვია ბნეი ნოახის შვილები, ნოეს შვილები. და ეს არის ისეთი სწავლება, რომელსაც შეგვიძლია რაბინებმა ბნეი ნოახში შეიძლება ნებისმიერი ადამიანი წარმართი იქნება, თუმცა ნებისმიერს შეუძლია ისწავლოს თორა. ოღონდ ბნეი ნოახის ცნებებით. ცნებებით? ხო, ბნეი ნოახის მაგ განმარტება, გავლილი მაქვს ეს სკოლა 20 წელს უკან.
თავისთავად ეგრეც იყო იდეაში, რომ თორა ექსკლუზიური იყო ისრაელისთვის, მაგრამ რადგანაც შედეგი ვერ გამოიღო, ამ მოსეს ტახტზე მინიჭი და იმ ხალხმა გადაეცა მე ყველას დანარჩენს. უყურე რა მომენტი, მივართ ახლა მაგაზე. და მესამე ის მიზეზი, რასაც იოსები ეუნებოდა თავის მამას, რასაც შეახლა, რომ ადგილობრივ ქანალ ქალებს ეპრანჭებოდნენ. ნუ სოდავდნენ, რომ ვთქვა ახლა. აი ბილათაა თქვა, მაგრამ ხო ხტები რა იგულისხმო მან. ქალებში დაძვრებოდნენ იტო. მაშინაც იყო აი ბორდელები იყო, მეცავები იყო. ბიჭო, ეს ყველაზე ხო იცით უძველესი პროფესია. ებრაელი ამბობს. აი ცოტა თემასთან ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ აი ძალიან მაგარი ანეკდოტია და თქვა რა, ეს მეძავობა ყველაზე მომგებიანი პროფესიაო. რატო? ყიდი საქონელსო, ფულიც რჩებოდა საქონელიცო. ასე საჩარტ ხარა პროსტო რა. წარმოგიდგე, ეგ თქვა რუსი ებრაელი ვარ, გენადი ხაზანოვი. კომიკოსი ვარ, აი მაგან თქვა რა. ძალიან მაგარი. კიდევ ტერორისტებზე რო თქვა, ხო იცი? როგორ გავიგოთ, რომ ტერორისტია მუსლიმები ტერორისტიო თქვენთანო. დაუდგით არაყი და ღორის ხორციო. თუ არ გაიგარა მუსლიმი ტერორისტიაო. ნუ ეგეთ რაღაცები უყვარდა რა მაგას, ძალიან ისე ტიპი იყო რა. ხო არა, ნუ სერიოზული კომიკოსია რა. იმაზე ნოეზე ამბობდი, ხო, ნოეს დამრჩოლს სისხლიანი არ ჭამო და იქონდა ხო, ანუ ეს გადადიოდა მაგ. ამ სამ ცოდვებს ამხილებდა. ნუ ეს არის ტრადიციული გადმოცემა, მაგრამ თორაში წერია, რომ ძმებზე მიქონდა ამბავი. ანუ ამხელდა ძმებს მამის წინაშე. პირველი ტიპი, რასაც ჩვენ ხედავთ იესო ქრისტესთან, ეს რა არის? რაში ამხელდა იესო ქრისტე ისრაელიანებს? თავის ცოდვებში. აჰა. მაშინ რომ ზედაპირულად ასულები. ხო, აი ყველაზე ძალიან რაში ამხელდა ძალიან საინტერესო ხა დაუფიქრდი რა, ანუ აი რა წითელი ხაზი ესე რო ვთქვათ რა, ან პირველი რა ძიმით ვიძახი მხილებას ისრაელი იესო ქრისტე. ის იესო ქრისტე ამხილდა ისრაელს რატო ვერ მიიღეს იესო ქრისტე? აი ხო გითხარით იესო ქრისტეს რო შევხედოთ მის ამ კონფლიქტურ სიტუაციას, ჩვენ მარტო ახალი ათმით თუ ვიხემძღვანელეთ. ბევრს ვერ გავიგებთ. გავიგებთ რომ შურდათ. და ისა, გასაგებია, მაგრამ ეს შური როგორ აღწერილი ამას გვეუბნება იოსების ამბავი. მამის ზე იყო. იოსები მამის ზე იყო. იოსები მამის ხვარს მწყემსავდა. ხო წერია 17 წლის ასაკში მამის ხვარს მწყემსავდა. იოსები იესო ქრისტე ვინ იყო? მე ვარ მწყემსი კეთილი, ეს პარალელი, ხო? ხილება, რასაც იესო ცუდ ამბები მიქონდა. იესო მოვიდა, რათა ამხილოს ისრაელი და ცუდის კაცობრიობა ცოდვებში. მაგრამ იესო უფრო მეც აკეთებდა, იესო ყველას წინაშე ამხელდა, საერთოდ ყველას წინაშე. მე მამის წინაშე ამხელდა და რა მნიშვნელობა აქვს ახლა ის მამამის სახელმწიფო შეგვიძლია ჩავთვალო. შენ პროსტო შეხედე რომ აგერს ისრაელის და იესოს ამბავი, ეს არის ისრაელის ოჯახური კონფლიქტი. როგორც იოსების და იაკობის, ეს არის ოჯახური კონფლიქტი, ესევე ისრაელის და იესო ქრისტეს კონფლიქტი, ეს არის ოჯახური კონფლიქტი. ამას გვეუბნება დაბადების წიგნი ჩვენ. ამ პერსპექტივიდან და შევხედოთ ჩვენ ამას. და მაშინ აღარ ჩავარდებით ანტისემიტიზმში და აღარ ვიტყვით რომ ებრაელებმა ქრისტე აწამეს, ებრაელებმა უარყვეს ქრისტე, ეს ასე არ იყო. ასეთ მიდგომებისგან განთავისუფლდებით და დავინახავთ ცოცხალ მყარ სურათს. ლოგიკურ სურათს და ეს ლოგიკური სურათი დაგვეხმარება ჩვენ მივიღოთ იესო ქრისტეს სწორად. ამიტომ ამბობს იესო ქრისტე მათესახარების 11 თავის მეხუთე თუ მეშვიდე მოხშია ნეტარი არიან ვინც არ შეცდება ჩემშიო. როგორ შეიძლება შენ ქრისტეში შეცდე? როგორ შეიძლება მე ქრისტე აი ქრისტეში შეცდე, როგორ შეგიძლია შენ ქრისტეში? ეს არის ის რომ შენ რაღაცა წარმოდგენები გაქვს იესო ქრისტესზე და აღმოჩნდება სიცხეს ბოლოს ის არ ყოფილა ისეთი რომელიც შენ წარმოგედგინა. ერთადერთი საშუალება გზა შენ გაიგო როგორია იესო ქრისტე, ეს არის წმინდა წერილები. ამინ, ამინ. და შენი ცხოვრება წმინდა წერილებით. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი. ამას ეუბნება იესო ქრისტე ვის იცი?
იოანე ნათლისმცემელს. როდესაც იოანე ნათლისმცემელი დაეჭდა და კითხა შენ ხარ ის თუ ის მომე იესო ხო, მაგრამ იესო რასეუნება? ნეტარ არის ვინც არ შეცდება. სხვა თარგმანში ვისაც ეჭვი არ შეეპარება, ნუ ეჭვის შეპარება. ეს რო ვთქვათ მართლმადიდებლური თარგმანია. ორთოდოქსია ჩემში? მაგრამ ორიგინალში წერია ვინც არ შეცდება. შეცდება არის ზუსტად ისე ის ცრუ მოლოდინები არ გექნება იესოსზე. არამედ გექნება სწორი მოლოდინი და ამ სწორ მოლოდინის ერთადერთი წყარო არის ვინ? მღვდელი თუ წმინდა წერილი? ეკლესია თუ წმინდა წერილი? წმინდა წერილი. აი ესაა ძალიან მნიშვნელოვანი. აი ესო გვესმოდეს. მის დეშუბას უყურე რა ხდება? იესო ქრისტე ამხელდა ფარისევლებს, იოსები ამხელდა ძმებს. ძმებს შურდათ იოსების, ფარისევლებს და სადუკევლებს და საღვთელოებას შურდათ იესოსი. მემკვიდრე რო იყო? მემკვიდრე იყო. გაიგე, ამაში იყო რომ იაკობი რეუბიმის საქციელის გამო უკვე იოსებს განიხილავდა როგორც მემკვიდრეს. გაიგე? აქ თელი ის მიდის, ბრძოლა ამაზე მიდის, ლაბა. ამაზე მიდის, თელი საოჯახო კონფლიქტი ამაზე მიდის, გაიგე? და იესოს ეუბნება, როგორ ჩვენ ფარისევლებიო, მემკვიდრეობით გვერგო ესო, სთორის სწავლება და გადაცემა, შენ საიდან გერგო ესო, ვისი ხელმწიფებით ასწავლიო? დღეს მართლმადიდებლები რას გეუბნებიან? შენ ვისი სამოციქულო ხელდასხმით მოდიხარო, რო ქადაგებ აქო? იგივე არ იცვლება ისტორია. განმეორება უყვარს. უბრალოდ ყველაფერი კარგად დავიწყებული ძველია. გაიგე? ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია. და ამიტომაც ვერ იღებდნენ იესო ქრისტეს, რომ მათ დაუბრმავას რა? შურმა დაუბრმავა თვალები. აი მოსეს რიდე არის შუაში? არა, მოსეს რიდე არაფერ შუაში არა. მოსეს რიდე მე სხვა რამეს გულისხმობს პავლე. წარმოგიდგენია? შურმა დაუბრმავა და შურის გამო ისინი ჭეშმარიტებას ვეღარ ხედავენ. ამ სიზმრის ამბავი კიდევ უფრო გაამწარავთ. თავისთავად გაამწარა და გაამწარა კიდევ რა, მამამისმა რამიცა? იოსებს. ახალი მოსასხამი, ძვირფასიანი. ხო. ძვირფასი მოსასხამი. რო შემოაძარცვეს და მე ხო, რო განაწილეს. მიუტანეს ხო სისხლში ამოვიდა. ხო, ეგ ამოუსვარეს სისხლში. ანუ კვარტილი აი კვარი. არა, ეს ქრისტეს განკაცება იგულისხმება. ხო, მაგრამ აი ეგ ვიცოდი იოსებს, მაგრამ ეს სიღრმისეულად ეხა ბევრი დეტალი დავიჭირე და ხო, ანუ ხვდები რა მომენტია? გზავნილი, როდესაც იაკობი გზავნის, ძმები მოიკითხეო, საგზალი წაუღე, ღმერთი გზავნის იესო ქრისტეს ძმებთან, ისრაელიანთან. არ მიიღეს ძმება, მოკლეს, შეთქმულება მოაწყოს, შეთქმულება მოაწყოს იესო ქრისტესაც. ამის პარალელებს ჩვენ ვხედავთ დაბადების 37, 13, 14, მათეს 15, 24-ში შეთქმულებები რო ხდებოდა. ღალატი ორმო და გაყიდვა. ესე გეგმა მაქვს ჩამოწერილი, რომ არ დამავიწყოს, იმიტომ რომ მე უკვე ასაკმა ძალიან მომიჭირა, ვატყობ და რაღაცები სერიოზულად მოვიწყდება. ადრე არ მჭირდებოდა ესა, მაგრამ ახლა მჭირდება. ესეთ რაღაცები. იოსების შეთანხმება, რომ იოსების შეპყრობა და მოკლა, ეს არის დაბადების 37-18-ში, ხოლო მღვდელმთავრების და ფარისევლების მოლიგება, რომ იესო შეპყრობილი იყოს და მოკლული იყოს, მათეს 26-ის 3-4-ში წერია ესა. სამოსის გახდა, ისევ დაბადების 37-23-ში და მათეს 28-35-ში, როდესაც იესო ქრისტეს დასაცმელი კვართი იმას ქვია, გაინაწილეს რომაელმა ჯარისკაცებმა. ორმოში ჩაგდება, ეს არის სიკვდილი, იმიტომ რომ ბიბლიაში ორმო არის ბევრჯერ შედარებული ებრაული სიტყვა, წარმოადგენს სამარესაც. ხო, შეულის სიმბოლოა ესა. იესო ქრისტე იყო 3 დღე გამოქვაბულში. აკლდამაში, ხო? გაყიდვა ის 20 ვერცხლად გაყიდეს, აქ 28 ვერცხლ. მაშინ ფულის ეკვივალენტი 20 იყო, ახლა 30-ია. არ უნდაცია. ხო, ნუ ერთი ისა. რა ხდება, უყურე. მე მინდა მიზეზი ვთქვა, რომ რატო ვერ მიიღო. ერთ-ერთი მიზეზი ვთქვით, ეს არის შური, მეორე ეს არის არასწორი მოლოდინი და მესამე ეს არის
ხილება, მაგრამ ყველაზე მთავარი მოტივი მათ არის შური და ხილება. რატო არ უყვართ წინასწარ მეტყველები ხილების გამო და რატო არ უყვართ პატიოსანი ხალხი? რატო არ შეიყვარა ნოე ხალხმა? ბიბლიაში. ნოეს სწორი ცხოვრება იყო მათთვის სასამართლო. აუ ხილება, რატო არ უყვართ ხილება? რატო გააკეთეს ახლა ჩემზე ამდენი ვიდეოები და ისინი რო გააკეთეს? რატო მოხდა? იმიტომ რომ ახლა მე ჩემ თავზე კი არ ვარ რომ მე ვარ არიქა სიმართლე და ჭეშმარიტების ბოლო სტანცია ან რაღაცა. უბრალოდ თქვი ის რომ ძალიან ბევრი უმეტესობა ესე რომ თქვა ჭყალებში სასულიერო პირი გაუნათლებელია. ბიბლია არ იციან. მაგრამ მრევლი ხო უნდა კვებონ, მრევლმა ხო უნდა მოუტანოს ფული, შესაწირი ხო უნდა ჩააგდოს, სამთელი ხო უნდა გაიყიდოს. მკვდარზე ლოცვა ხო პანაშვიდი ხო უნდა გადაიხადოს, მაგრამ როცა ეცოდინება რომ არ იცის ამდელმა არაფერი, არ მივა ადამიანი, უცოდინოთან არავინ არ მიეს. ამიტომ კვებავს ასეთი ზღაპრებით. გაიგე? და აშინებს ანტიქრისტეთი, ისრაელში მოანტიქრისტე, ბეჭეს ზაგადებს. აი, ხოლმე ჩვენ მართლა იმ იაკობმა რო თქვა, მე უფე იაკობი რო იყო. რაიბოდიალა ხო იცი იმანა თქვა. ჩვენო ქრისტეს მოსვლა გადავწიეთ. აუ აბა, ქართველებმა ქრისტეს მოსვლა მეორედ მოსვლა გადავწიეთ. ჯერ მაგიტოა გასაცოცხლით რომ იზო გადაწია და არ გასაცოცხლი არა, გასაპარსია მთლიანად. რატომღაც ჯერა რომ თვითონაც შეერათ მაგის რას წამბობ. ვაი მაშინ მაგათ. იმიტომ რომ იმითგან აქვს ნასწავლი ვინც ეგრე აბოლებდა თავის დროზე რა და ეგ სამწუხაროდ რეალობაა. რაღაცების ჯერ რაღაცების იგონებენ. სამწუხაროდ ხდება ეგეთი უაზრობები. ხო და აი ესა ეუნები. აი ეს მომენტი არის და ამიტომაც როცა შენ ასეთ ადამიანს ამხელ და ეუნები სიმართლეს, ეს სიმართლე ამხელს მის არასწორ ცხოვრებას. ამიტომ ადამიანი მოდის ყოველთვის იმაში, რა ქვია, კონფლიქტში. გეწინააღმდეგება. არა ძმაო, რას ქვიაო? მე ვარო, რაც ვარო. 2000 წელი რა ის ტყუილში ვიყავიო? ჯერ 2000 წელი არ მოდის მართლმადიდებლობა. მოდის 1200 წლიდან. მანამდე კათოლიკური ეკლესია იყო, ერთიანი კათოლიკური ეკლესია, უბრალოდ ერთი დასავლეთში იყო და მეორე აღმოსავლეთში. და მათაც კათოლიკური ეკლესია ეწოდებოდათ. კათოლიკე ხო მაგას? ხო, კათოლიკე ამას ნიშნავს, საყოველთაოს ნიშნავს ვაფშე-და, რო ვთქვა. გაიგე? შენ აი, შენ მართლა გაუნათლებელი და გადაგუგლი და ნახე, რა დაგუგლო, რომ 1.800.000 წლის ყბა ყვა ხო აღმოჩენილია რა. კარგად შეინახე, კარგად. კბილები გაუხეხე მაკვას. აუ, კაი, ხო. წლის ქვედა ესა 1.800.000 წლის ქვედა ყბა და კბილი გვაქვს ქართველებს და მსოფლიო ესეთი ძველი ფაქტი არ აქვს. აუ, კაი. საბუთე მაგაზეა და მე მიწერე წინა წელი ავტორიტეტი თუ გუგლობ. კაი, კონდეთ ეგეთი ძველი მე რა. არა, ხო. აი, კაი, რო გაქვს მე რით სარგებლობ ამით. რახე ევოლუცია. ხო, რა მოაქვს ამით მასთვის, აი, რა შედეგი მოაქვს, ეს მაინტერესებს, როცა ესეთი რო ტრაბახობ ესეთ რაღაცები თო ტრაბახ. და მე რა, უკეთესი ხარ მაგით? უკეთესი, თუ უკეთესი ხარ, კი ბატონო, ხმას არ ამევიღებ, თუ უკეთესი ხდები. თუ იცვლები, კი ბატონო, მაშინ მე ბოდეში მოვიხდი, მაგრამ აუ ერთი კითხვა არის რა. ოღონდ ის ამ თემასთან ანას ხონდა ეს კითხვა რა. ლაპარაკობთ რომ ანუ ღმერთისო კიო წამსო, მაგრამ ანუ აი ეს ბიბლიაში პირველი ერთი კვირა 6 დღე და მეშვიდეობას რო დაისვენა, ისო ბუკვალურად არ არისო 6 დღეო და აი მაგ დროში სვავენ აი მაგ ევოლუციას რომ თითქოს აი დინოზავრები არის ერთ-ერთი ვერსია. ხო, მაგრამ არ ვეთანხმები. ის მეც არ ვეთანხმები. იმიტომ რომ წერია იქ, იყო საღამო, იყო დილა, დღე ერთი, ანუ თვითონ ბიბლია აძლევს განმარტებას მაგას, რა იყო და რა. და ჩვენ მე შეიძლება შემოგიდავა რომ საღამო და იყო დილა. სინათლეზე და სინოზე კი არ არის დათხრის ხანგრძლივობაზე, არამედ ეპოქების დასაწყისის დასასრულზე. ეგეც ერთ-ერთი განმარტებაა. ეგ კიდე ქვედა ის არის. ქვე განმარტებაა. მაგაზე კიდე ვილაპარაკებთ, რო დაუბრუნდებით. მომოვაწევთ დაბადების წიგნის ისევ თავიდან რო დავიწყებთ. მასა ის იცი. ხო, ახლა ნელ-ნელა მივყვები, ჩვენ ახლა იქ არ ვილაპარაკეთ ადამიანის და ევას ცოდვაზე, არ ვილაპარაკია, გადავახტეთ მაგ მომენტებს. მე კიდევ
ნოეს კიდობნის აშენების მომენტებს არ შევხებივართ კიდევ. ძალიან ბევრ თემას ვერ შევეხეთ, იმიტომ რომ ეს სხვა მასალაა, ძმა. ახლა ჩვენ მე კიდევ არ შევეხე იაკობის და იმას ანგელოზის ბრძოლას. მაგას არ შევეხე. ადგილია ჩვენ. გაიგე? კი არის ძიძგილავებს უყურებთ. რასაც თქვენ ბუღი დავაყენეთ. ხო, რა, ამიტომ ბევრ ამას ვერ შევეხე, მაგრამ ამიტომ არა რომ თორას სწავლობ ყოველ წელიწადში მეორდება ეს ციკლი, რომ ისაც ამ წელში ვერთქვი, მომავალ წელში იტყვი. მაგრამ აი ესე და ესე მიდის, რა სწავლა მიდის სუმთლიანად. Так, რა ხდება ახლა იოსების და იესოს შორის? საგზავნილი იყო ძმებთან, ძმებმა არ მიიღენ, გაყიდეს, ჩავარდა. ეს იყო იოსები გაყიდული იყო. გაყიდნენ ეგვიპტეში. ასევე იოსები იყო ორ ავაზაკთან. აქვე ვთქვათ რომ მიცრაიმი ეგვიპტის მონობის სახელია. მიცრაიმი ნიშნავს მონობას არა, მიცრაიმი ნიშნავს შეზღუდვას, შეზღუდულ უნარებს. ანუ მიცრაიმი ეგვიპტე ასოცირდება ყოველთვის ცოდვასთან და ცოდვა რას ნიშნავს? ცოდვა ადამიანს მარწუხებში. ანუ ისაც ღმერთმა პოტენციალი ჩადო შენში და შენ გეგმა რაც არის რომ ის გაიარო, იმას ვერ აკეთებ, იმიტომ რომ ცოდვა შეზღუდულ უნარებში ხარ. ამიტომ ვერ გაძ. აქ გააკვირდი რომ მეორე კიდევ პარალელი რომელიც იოსებზე და არის და ავაზაკებს შორის. იესო ორ ავაზაკს შორის იყო, იოსებიც ორ ავაზაკს შორის იყო ციხეში. ერთი გადარჩა, მეორე მოკლეს. ერთი იესო ქრისტეს დროს ერთმა იწამა, მეორე მოკვდა. ხო გახსოვს ეგ მომენტი. ანუ ის როგორი გახსოვს, აბა როგორ იყო? სიზმარი რო აუხსნა. იმის სიზმარი არა, თვითონ პატიმრების სიზმარი რო იყო, გაიგე? ანუ ერთი ეს თავი მოკვეთეს თუ არა. თავი მოკვეთეს მე მგონი, ხო, მე მგონი და აღარ მახსოვს. ნუ ეს მომენტი არის, ხო? აი ეს არის ძალიან კიდევ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და აი ახლა ვთქვათ ის მომენტი, რომ იესო ქრისტეს ამაღლება და წარმართა ხსნა. საიდან არის ეს გეგმა ყველაფერი? რა პარალელი მოდის ეს იოსებთან? X პირველი სახეზეაო. X-ს პირველი. ვერ მივხვდი. მანამდეც არ აქვს რომ დაწერილი. ასე რომ ბოდიში მეგობრებო არ ვიცი რას გულისხმობ. აქ 1 საათი გავიდა ესე იგი. ის პირველი კავკასიელი და ადამიანების ღმერთის შვილია. ხო, ანუ რა ხდება? როგორ მოხდა იოსების განდიდება? კვართით. იოსების კაცო. აბა კვართი რომ მამამ რომ იცი იოსები. არა სანდრო. დავით. იოსების განდიდება როგორ მოხდა? ეგვიპტეში უკვე პრემიერ-მინისტრი სიზმრით როგორ მოხდა? ხო. ვისაუბრნა სიზმრით. შიმშილობა და ისინი რომ ჩამოვარდნილი იყო მაგის სიზმრები ფარაონს, იმიტომ შეწუხებული იყო ფარაონი. ვერავინ მოხსნა გაიხარდა ამას და დააყენა. რა მთავარი იმაზე დააყენა ფარაონმა ესა პრემიერ-მინისტრი, მაგრამ რა განკურგულება რას აკეთებდა იოსები? რის იმას აკონტროლებდა? დათვლიდა რიცხვას აკეთებდა მოსავლეს. ხო? პურის. ხო? პურის. ეგ ხო. იესო ქრისტემ რა თქვა? მე ვარ პური. მე ვარ ცოცხალი პური. ანუ ესეც ტიპოლოგიურად. ხედავ, იოსების ცხოვრებას რაც განკარგვებდა, იმას განკარგავს ისევე იესო ქრისტე. გახდა პრემიერ-მინისტრი, მიეცა ბეჭედი, ახალი მოსასხამი, ხო ასია? ხო და შემდეგ საუკეთესო ადგილი და კიდევ რა არის? რა გააკეთა კიდევ იოსებმა? სახელი იოსებს რო შეუცვალეს, რაც ნიშნავს ეს სახელი? აუ რა სახელი დაარქვეს? არ მახსოვს. არ წერია მე მგონი რომ ნაფთან ფანეახ, რაც ნიშნავს საიდუმლოს განმცხადებელს. ან მეორენაირად კიდევ არის, გაჩნია რომელ დიალექტში ამბობს, ეს ეგვიპტური სახელწოდებაა. მეორენაირად ნიშნავს წუთის ოფლის მხსნელს. ვა, ეგ არ ვიცოდი. საწერია გეხვეწები ეგ. ნუ ეს ისა მიდრაშია თქო. მიდრაში არა, თორაში წერია, მაგრამ სახელი ამას ნიშნავს თვითონ. აი ეგ სახელს თქო ეგ სახელი გაიმეორე თავიდან და ნაფთან ფანეახ. ნაფთან ფანეახ. და ნუ განვარდა. ნიშნავს საიდუმლოთა განცხადებელს და აგრეთვე ან წუთის სოფლის ხსნელს. ანუ იოსებზე ასე წერია.
მაგდროის ეგვიპტე კი იხსნა. მაგდროის ეგვიპტეს და კიდევ ეგვიპტეს შემოგარენი იხსნა. ანუ რა მომენტია, აქ მივედით მთავარ დეტალზე, რომელიც ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი. ძმებმა გაყიდეს იოსები, ძმებს შურდათ იოსების, ძმები ვერ იტანდნენ იოსებს, მაგრამ იოსების ლაპარაკი როგორია ძმებთან? რას ეუბნება? რო ბრუნდებიან, რო უკვე ეგოდეს რომ გამოვიდა. ხო, სად? არა, ადგილზე ამბობ. ეს თქვენი ბრალი არ არისო. ეგო ორმოში რო ღმერთის გეგმა იყო ესეთი და რაში მდგომარეობდა ღმერთის გეგმა? ეგვიპტის ქვეყანა გადარჩენილი იყო შიმშილობას და გარშემო ნაწილი ქანაანი გადარჩენილი იყო შიმშილს და აგრეთვე ისრაელი გადარჩენილი იყო შიმშილს. ამიტომ მოუწიათ ძმებს გაეყიდა იოსები და მომხდარიყო მიცრაიმში. ანუ ეს 12 ტომი უნდა ჩასულიყო ეგ. ჩასული იყო, ხო, უნდა ჩასულიყო, ეგ მომენტი იყო, იმიტომ რომ გასამეთყოლება იყო აბრაამის, მაგრამ ამ რა მოქმედება გეუბნები? ანუ იოსები არ აბრალებს მათ თავის ძმებს, თქვენ ასეთებო, თქვენ დამპლებო, თქვენ ურიებო, თქვენ ესეთებო, თქვენ ქრისტეს გამყიდველებო, ჩემო გამყიდველებო, ამას არ ეუბნება. არც იესო ქრისტე აბრალებს ებრაელებს. ეუბნება მამაო აპატიეო, ამათო ვინაიდან არიციან რასაკაც და პავლე მოციქული რას ამბობს რომელთა წერილების მე-11 თავის 25 მოხში რომ რადგან არ მინდა ძმებო იცოდეთო ეს არ აიყოს თქვენი ცოდნა ის უცოდინარობაში არ იყოთო რადგანაც ისრაელის ურჩობა ნაწილობრივ მოხდა რათა წარმართები გადარჩენილი იყვნენ. ანუ იოსების გაყიდვა მოხდა იმის გამო რომ ეგვიპტე გადარჩენილი იყო. ეგვიპტე შემოგარენია. ეგვიპტე და მაშინელი მსოფლიო რასაც წარმოადგენდა. იმიტომ რომ ყველა ეგვიპტეში ყიდულობდა. ანუ რა მომენტია იესო ქრისტე რო არ მიიღეს ებრაელებმა, იმიტომ არ მიიღეს ღმერთს უნდა წარმართების შერიგება. და საერთოდ ჩვენ იოსების ცხოვრებაში წარმართების შეერიგა. წარმართი ცოლი მოყავს იოსებს. ეგვიპტე, ლიქალი, ფარაონის ასული. ეკლესია არის წარმართი. ხალხს გასშემდგარი. საპატარძლო იესო ქრისტეს. ხო? კაიგი, ეკლესია როგორც ასეთი, პირველ სახე იესო ქრისტესი. გავიგე. სოლი საპატარძლო კაცო. ხო, საპატარძლო. ხტები? ანუ ამას ნიშნავს ეს ყველაფერი. კაიგი? ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი და ამიტომ როცა ჩვენ ვკითხულობთ ბიბლიას და თეოლოგიას ვსწავლობთ, მაგრამ მე თეოლოგია არ ვარ, მე უფრო ბიბლისტი ვარ და ეგზეგეტიკი. მაგრამ როცა ამას ვსწავლობთ, ჩვენ უნდა გვესწმოდეს ეს მომენტი, რომ არ შეიძლება დააბრალო შენ ებრაელ ერს იმის გამო რომ იესო არ მიიღეს. თეოლოგია არის სისტემატიკოსი. სისტემა, ანუ რაღაცა სისტემებს მოსწავლობს. სიარება, ცოდვას, ბიბლისტი არა, ბიბლისტი მთლიან კონტექსტიდან ხელმძღვანელობს. ბიბლიური კონტექსტი. თეოლოგია ცუდი არა, კარგია. რაღაც დაწურებით რაღაც საკითხები რო იცი, მაგალითად ნათლობის საკითხი უფრო ღრმად იცი და უფრო დეტალები იცი, უფრო პრაქტიკაში გორიყინო. ბიბლიის ამას აჭირდება. ბიბლისი იღურებს მთლიან კონტექსტს, მთლიან სურათს და ის ტექსტი, რასაც გეუბნება, იმ ტექსტს იკვლევ. თავისთავად შეიძლება, მაგრამ უბრალოდ მე აღარ გამიგზელებია სწავლა მაგაზე, იმიტომ რომ ცოლი მყავდა მოსაყვანი. ხო და დავრჩებოდი საერთოდ უცოლო ამ სწავლას და იმას რომ გავყოლოდი სულ. მაგრამ მაინც ყოველდღე სწავლობდა. ხო, რაბინებია არ მასწავლებდნენ იმის გამო რომ ცოლი რო არ მყოლოდა არ მასწავლებდნენ. იმიტომ რომ რაბინები ითხოვენ ცოლიანი უნდა აუცილებლად ცოლიანი უნდა სწავლობდა. ხო და ერთი კითხვა იყო რა, ანუ მან ხო მაგ დროს ხო ცოლი აუცილებლად რაბინი ვერ გახდებოდი სხვანაირად და კითხვა იყო რომ აბა მე უფეც რომ რატო არ ყავთო ცოლია რა მაშინ რა და ეს ორგანიზებთ რა. პრაქტიკული მიზეზით წამოვიდა, მაგრამ მე არასწორი ინტერპრეტაცია. ახლა ბიბლიაში სახარებაში გიწერია რომ ეპისკოპოსი ბოდიში გადავხვით ემას, ეპისკოპოსი უნდა იყოს ერთი ცოლის მორჩილი. ეს ბიბლია წერია, როცა შენ ცვლი და აწესებ შავდელობას არ როცა შენ აწესებ იმას რომ ეპისკოპოსს არ უნდა ყავდეს ცოლი უცოლო უნდა იყოს ეს ნიშნავს რომ შენ ღმერთის მცნება შეცვალე ამის უფლება ღმერთს არავისთვის არ მეუცემია მაგრამ ეს პავლეს რჩევა არ იყო უფრო არა რჩევა არა ტიმოთეს ეუბნება პირდაპირ რჩევა არ იყო რჩევას როცა პავლე ამბობს
ჩემიდან გეუნებიო ამბობს კორინთთა წერილებში ხას უსვამს უმჯობესია სახარების ქადაგების გამო რომ უცოლო იყო ადამიანი მაგრამ რა მომენტია ყურე მომენტა როცა პავლე ამას ამოს პავლე ამოს როცა კონტექსტი უნდა გაითვალისწინო დევნილობის პროცესია დიდი შიმშილობა იყო დევნილობა ხო დევნილობაში შენ სახარებას ვერ იქადაგებ ახლა როცა ცოლშვილი ყავს არჩენი შენ ვერ იმასია მეც ამიტომ არ მიხერხდება ამ ყველაფრის ჩაწერა ვიდეოების გაკეთება არ შემიძლია დღე და ღამეები რომ ცოლშვილი მყავს არჩენი მაგრამ არის მსახურება რომელსაც ვერ გააკეთებ თუ ცოლშვილი არ ყავს ვერ დამწყებს ამ შენ ხალხს თუ შენ ცოლშვილი არ ყავს თუ შენ ადამიანმა თავისი ცოლი არ განდო მარიოს ვინ განდოს ბიჭო ხო ანუ შენ თუ არ გამოიცადე ოჯახში როგორი ხარ ანუ არ შეიძლება ეგრე ხალხი ჩაიბარო პირდაპირ ებრაელებში ახალ წასია ბიზნესმენები ებრაელი ბიზნესმენები როცა მიდიან გასაუბრებაზე რაღაცა კორპორაციაში და იმაში ხო იქ ეუბნებიან რამდენი ცოლი ყავს შვილი სამი თუ ყავს ესე იგი კაია და მიგიღებე თუ ერთი ყავს არ მიგიღებე მართლა გეუბნები რატო იმიტომ კი არა რომ ისა ახლა გააჩენ შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდეს ცოლს მაგაზე რომ არა საერთოდ ზოგადად ვამბობ ანუ სამი შვილი როცა ხარ და მე იცნობენ მე ვაკავთ შენი ცოლს იბარებენ გასაუბრება მართლა გეუბნები ცოლი შვილი შეხედავენ როგორია ცოლი როგორია შვილი თუ ცოლი და ის ადეკვატურია ნორმალური ჩაცმულია არა ახალი თვალები ჩასისხლენებული რაღაცა ბავშვი ნორმალური ადეკვატურია მაშინ ამ ადამიანს მიყავთ სამსახურში ანუ თუ შენ ოჯახში ნორმალური ხარ ხო ესე იგი მე შემიძლია მე განდო შენ ჩემი მილიონიანი საქმე რომელსაც მე ვაკეთებ ეს ძალიან ჯანსაღი პრინციპია სიმართლე გითხრა და სხვადასხვა ბევრ პროტესტანტულ ეკლესიებში საზღვარგარეთ სანამ ადამიანს დანიშნავენ მწყემსად ხო გასაუბრება მიდის ჯერ ცოლებთან ვა მართლა გეუბნები ხო ცოლებთან მიდის გასაუბრება და ელაპარაკებიან ცოლებს და ეუბნებიან როგორია მეუღლე ისა რას აკეთებს იმიტომ რომ უნდა გამოიცადოს ხო შვილები როგორია აკვირდებიან ამას ყველაფერს მაგალითად ადვენტისტებში ვაფშე სხვანაირად ადვენტისტებში როგორია იცი ადვენტისტებში შენ წყემსი ვერ გახდები შენ თუ ცოლი კონფლიქტში ყავს რაღაც საკითხზე ხო თვითონ პირდაპირ არ მაჩენს არა მაგალითად ყურე ადვენტიზმი როგორია იცი ადვენტიზმში წყემს ნიშნავენ როგორ იცი მაგალითად შენ ხარ აქ ხო აქ და გაგაგზავნეს კახეთში ცოლშვილი არ მოყვება აქ დაბადებული აქ მუშაობ აქ იმუშაობ და არ მოყვება ცოლი თუ ცოლი ვარს გეუბნება შენ ვერ წახვალ კახეთში და ოჯახის დამგრევია კიდე იქ არავის არ უნდა და აიგე ანუ ეს მომენტები არის ძალიან მნიშვნელოვანი ეს პრაქტიკა მუშაობს ძმაო და ამიტომ არის ყველაფერი მაგხრივ იდეალურადაა რა მივიღეთ ჩვენ ამ უცოლობამ და ცელიბატმა რა მოგვიტანა კათოლიკებში პედოფილია ჰომოსექსუალობა მართლმადიდებლებში არანაკლებია და ძალიან სადაც გარეკილებში წასვლა კიდე ხო ნუ ადამიანი რო ისაა წარმოგიდგენია? ანუ ამან მოიტანა დამახინჯებული სახე ყველაფერი. თავის დროზე უცოლობის ამბავი რომ დამკვიდრდა ის პრაქტიკული მიზეზი ხომ ეგრე არ ყოფილა რომ მოდი აღარ გვინაცოლები. პერიოდის შესაბამისი. ანუ ხვდებით ხო ჩვენ მივხვდით ახლა რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ, იმას ვლაპარაკობთ რომ ეს არის ზუსტად ისა მომენტი რომ ჩვენ რა? ვიღაც გირეკავს და შვიდობა ამის. ჩემი შვილია კაცო. იონა. დამინახა ეთყობა TikTok-ში და მაშობა რა ქვია. მე გადავება ახლა. ენაცალოს მო. ვაიმე გავთიშე. ხო და ეს არის ის მომენტი რომ ახლა მეუბნება მამა ხო ასული რაღაცა მიყიდეო ახლა. აგარ ისამყოს რა. ფიჭო როგორი ეშმაკია იცი? მოხერხებულია. გამძრვალია რა. გამნაწილეს საერთოდ. რის ხდება ხვალე. ვა. კაი მეგობრებო, დავასრულეთ ეს რამდენი წუთია მანდ? 51. კაი მეგობრებო, დავასრულეთ ეს თემა დღეს. ხო, მაგაზე ვიტყვი. ორი რაღაც, თემა მე ლაივს ასრულებდი და ამ ლაივს ვასრულებ და ამაში ვჩები TikTok-ზე. ის მინდა რომ გამორთო, მოიცა.